რა გააკეთეს, რა არ გადაიკეთეს რომ აი ამ დაზღვევაზე დედამთილი მყავს ძალიან უკიდურესად მძიმე. და დაზღვევა რამდენი წლისაა დედამთილი? 62 წლის არის, პენსიონერია. კი, ეკუთვნის, მაგრამ საოპერაციოა. მე ყველაფერზე საოპერაციო, მაგრამ გეგმიური ოპერაცია არისო ესო და 4 თვის განმავლობაში უნდა გაკეთოს. ვინ გეუბნებათ? აი, აქ საავადმყოფოდან გავაგზავნეთ გეგმიური, არა გეგმიური, როგორია რა არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. პოლისი არის იგივე ფული. ენდოპროტეზირებაზე აქვს. იგივე ფული, რომელი ფულიც იქნება გამოყენებული იმ საავადმყოფოს მიერ, რომელიც საავადმყოფოს ის საავადმყოფო დაინტერესებს. სახაზე დავრეკე, უნდა დაეწერაო ექიმს უკიდურესად მძიმე ეს ავადმყოფი და სასწრაფო ოპერაცია საჭიროებსო. მე დაწეროს ექიმას სასწრაფო. ერთხელ გავაგზავნეთო და მეორეჯერ არ შეიძლებაო მithეს. ვინ გეუბნებათ ამას? მე შეხვედრა მექნება საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან და დაემოდეთო, დაგირეკავთო? მაშინ უნდა მოგზანდეთო. გვარი ჩააწერინო და ძალიან მძიმე მდგომარეობა. ჩემი პირადი თუ ავადმყოფი. ეხლა უნდა თქვენთან რომ კონტაქტი გქონდეს და ავადმყოფისაც. მოდით აქ ახლოს. მიდით იქ ახლოს, მიდით და ჩააწერინო. 500 მეტრში ვცხოვრობთ და საშინელი გზაა, ტალახი, სასწაული, წყალი. გამგეობას ჩაინიშნეთ და გამგეობას მაგი ჩადებული იქნება. არა, ჩადებული იქნება. 4 წელია სულ პირდებიან. ფალიაშვილის ქუჩა. ფესადგურის ისა, ფესადგურის ქუჩა და არაფერი შედეგი არა. გასვალისწინებულიო აგერ ამბობენ, მაგრამ ჩვენ ნახავთ ყველა. მე ისედაც არასდროს არ ვითხოვ და არც ეხლა გაკადრებთ ეს თქვენი გადასაწყვეტი. არასდროს არც ერთ არჩევნების დროს არ მithქვია. თქვენ თვითონ იცით ვის უნდა მიცეთ ხმა. ამათ გირორდათ. აი ხო ხედა ოპოზიციის ტელევიზიასთანაც მაქვს ურთიერთობა. ტელევიზია ყველა ერთია. ეს ვიღაცას გონია ოპოზიცია, ჩემთვის არ არის ეგა, ჩემთვის ყველა ხალხი ერთია. ნუ ეგ ხობი არის, ეს ქალაქ ხობის ერთ-ერთი ნაწილია. პრობლემები რაც ყველგან ის არის, მაგრამ აქ რაღაც გამოკვეთილი ნიუანსებიც არის. ჩემთვის მაგალითად მე ამ შეხვედრებზე იმ ყოფით წაკითხებს არ ვიხილავ, იმიტომ რომ ეს ადგილობრივი გამგეობის საქმეა და დღეს ხობს გააჩნია თავისი ბიუჯეტი, თავისი საშუალებები და ისინი ყველანაირად ცდილობენ, მით უმეტეს გამგებელი ძალიან ისეთი ცოცხალი აქტიური კაცია და მაქსიმალურად ცდილობს ამ საკითხებზე მუშაობას და მოგვარებას და ნუ ერთ დღეში არაფერი არ გადაწყდება, მაგრამ თანდათან რამე გააკეთა. ბევრი. სოფლიოს გააცნო ხობი, საიდან არის ჩამოყავდა კონცერტისთვის და რა ვიცი, ვინ არ მოყავდა, რა სოფლიოდან მომღერლები, ქართული მეგრული სიმღერები გაავრცელა სოფლიოში. მერე მონასტერი ააშენა, მონასტერი, ბევრი რამე გააკეთა. სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით. ბევრი რამე გააკეთა. რა გაგიკეთათ სოფლში? რა ქუჩებში, რაღაც არაფერი არ გაკეთებულა, ნამდვილად. როგორც ძველად იყო ისა, როგორც კომუსება კაი იყო გაკეთებული, მერე დაიმტვრა გზები, ვისა დახება საზღური და აგერა აქედან საზღვრამდე როგორი გზაა და და შუქი და რაღაცები გზები გაკეთებულია სოფელში? არ შუქია გაკეთებული არ გზა. რითი ხართ მუშაობა გაიცა მოკობა საზღურ მოკობა თაგვარა მუშაობა სოფელში სერიოზან და თარგანში ხალხ მურსი მეტრები გიმურსი ხალხი რა სიტყვით ახამდე რომ მოვა იგი შუქი და მე საზღურში რა სოთი ჩაბნილებულია მთელი ღამე საზღური როგორ შეიძლება იგი მაგრად იყავი მაგრად